ცუდი ამინდის მიუხედავად, მაინც მიმდინარეობს სამუშაოები, არ ვჩერდებით, რადგან აუცილებელია რომ დროში ჩავეთიოთ და ჩავჯდეთ. როგორც ხედავთ, ამოვჭერით უკვე ქვაბული, მაგრამ სანამ ამოწრას გადავიდოდით, უშუალოდ ჯერ დავათვალიერეთ, სკანირება მოვახდინეთ, რომ რაღაც კომუნიკაცია არ ყოფილიყო ან დელის ან წყლის კაბელის შემთხვევით. საბედნიეროდ გადავრჩით, არაფერი არ არის, სუფთად არის ყველაფერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბალიშის მოწყობის სამუშაოები, როგორც ხედავთ, როგორც თქვენ ნახაზი გადმოგვაწოდეთ, 5-10-ზე გავჭერით ჩვენ ქაბული და აი ცუდი ამინდის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ სამუშაოებს. ძალიან კარგი. ეს როგორც მივხვდი, ტექნიკური ოთახის პარტია. იქნება ტექნიკური ოთახი მოეწყობა იქ, მისთვისაც რა თქმა უნდა საჭირო იყო ქვაბულის ამოღება და ბალიშის მოწყობა და ერთად მიმდინარეობს, რომ დრო არ დავკარგოთ აუზისა და ტექნიკური ოთახის მოწყობა. ძალიან კარგი. სიმაღლეების დონეს ჯერ თქვენ როგორც მე ხედავ ვერ დაარგულირებ, სანამ არ შეივსება მთლიანად. ჯერჯერობით მოვასწორებთ ბალიშის სამუშაოები, როგორც კი დასრულდება, შემდეგ დაისხმება პირველი ფილა. ამის შემდეგ უკვე იქნება შესაძლებელი თქვენი ნახაზის მიხედვით. კი ბატონო, თქვენ რო ფილას დაასხავთ და დაიწყებთ უკვე შეფიცვრას, მანდიდან დავიწყებთ ჩვენ კომუნიკაციების ჩადებას. დაგვიკავშირდით, როცა იქნება მაგდონემდე მისული და ჩვენ დავიწყებთ აქტიურად თქვენთან ერთად ამის მშენებლობას. გასათვალისწინებელი იქნება თქვენთვის, რომ ტექნიკურ ოთახში ჩვენ დაგვჭირდება ასე თქვა წყლის დამცრელი, ასე თქვა ტრაპი აუცილებლად და ამ ნაწილში უნდა მოიყვანოთ თქვენ წყალი, რითიც შეივსება აუზი. კი. და ასე თქვა დენის წყარო. კი ბატონო, აი ეს არის მონახაზი, რაც დღეს ამ მდგომარეობაში შეგვიძლია რომ თქვა და გავიაროთ. ბატონო, ჩვენი მშენებლობაც და ჩვენი აი ქვაბულის მოწყობაც მიმდინარეობს თქვენი მირთითებების და თქვენი რჩევების მიხედვით და როგორც ხედავთ, საკმაოდ სწრაფი ტემპები. კი, ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. ანუ ეს არის როგორც მე მივხვდი 10 მეტრიანი ხარე. აქ იქნება განთავსებული 3 შუქი, აქ მონაცემებია რა მანძილზე და რა სიმაღლეზე იქნება. ეს არის ეს ხარე, ანუ 5 მეტრიანი, სადაც იქნება განთავსებული სკიმერები. და ეს არის უკვე ჩვენი მხარეს, სადაც ჩვენ ვდგავთ, აქეთ არის უკვე დუზის, ანუ წყლის მოწოდების მილები. დიახ, ეს ყველაფერი ნახაზებში აღწერილია. კი, აბსოლუტურად, ეს ყველაფერი ამას ჩვენ მოგაწვდით და როცა დაიწყებთ შეფიცვრას, მაშინ ამ შიგ თავსებს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავითვალისწინებთ, რომ მე თქვენ ჩაასხოთ ბეტონი. კარგი. სასიამოვნო. ჩემთვისაც.